ახალი საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატმა თეონა ჭილაძემ განცხადება გააკეთა და უწყების ერთ-ერთი თანამდებობის პირის გათავისუფლების მოთხოვნით ისნის გამგეობაში განაცხადი შეიტანა. არაკომპეტენტურმა და უპასუხისმგებლო საჯარო მოხელეებმა უნდა დატოვონ თანამდებობები. მაშინ, როდესაც სოციალური განყოფილების უფროსი მეუბნება გარდაცვლილ ქალბატონზე, რომ ის უნდა დაკრძალონ როგორც ბომჟი, იმიტომ რომ გამგეობა ვერ დაეხმარება ოჯახს დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურებაში. ვფიქრობ, ამის შემდეგ ზედმეტია უკვე ყველაფერზე ლაპარაკი. მივმართავ ისნის რაიონის გამგებელს, მოახდინოს ამ ფაქტზე შესაბამისი რეაგირება და სოციალური განყოფილების უფროსმა სასწრაფოდ დატოვოს თანამდებობა. კონკრეტულად საუბარი არის თამარ ფრუიძეზე. 12 აგვისტოს მოქალაქე მარეხი ასლანიშვილი მიკავშირდება და მეუბნება, რომ მას გარდაეცვალა და დაკრძალვის ხარჯებს, ვინაიდან არის სოციალურად დაუცველი მოქალაქე, ვერ ანაზღაურებს. მიმართა მან ისნის რაიონის გამგეობას დახმარებისთვის და გამგეობამ განუცხადა უარი. სწორედ ამის შემდეგ მე ვესაუბრე პირადად ტელეფონზე სოციალური განყოფილების უფროსს და მან მითხრა შემდეგი სიტყვები. პრემიერ-მინისტრმაც რომ დამირეკოს, მაინც ვერ დავეხმარებით. მიმართონ იმ უწყებას, რომელიც ბომჟებს მარხავს და ისე დამარხონ. სწორედ ამ სიტყვების და აი ამ ქმედების გამო მოვითხოვ, რომ ეს ქალბატონი სასწრაფოდ იქნეს გათავისუფლებული დაკავებული თანამდებობიდან. მას შემდეგ, რაც გარდაცვლის ოჯახის წევრის ინტერვიუ გავრცელდა სოციალური ქსელით, მხოლოდ ამის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება გამგეობამ, რომ დაეფინანსებინა გარდაცვლილი ქალბატონის დაკრძალვის ხარჯები. შესაბამისად ისმის კითხვა 2-3 დღის განმავლობაში რატომ აწვალებდნენ და უარს ეუბნებოდნენ ქალბატონს, თუ რა თქმა უნდა მას შემდეგ რაც გამგეობა შეეშინდა ხმაურის ატეხვის, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დაკრძალვის ხარჯები აენაზღაურებინათ.